ეხლა ფინეთის საგარეო საქმეთა ministri ფინეთი ცოტა ხნის წინ არ მიიღეს ნატოში კაცო. მორჩა აბარა ჩვეულებრივად ბოდიში მომითხოვდა და ყურებით აყავთ ეგ მთავრობა დაჭერილი და რასაც იტყვენ იმას გააკეთებენ. მან ხო კარგად იცოდა რომ რაღაცა ყველა ნორმას არღვევდა თავისი ქმედებით, მაგრამ გააკეთა, დავალება ჰქონდა და უნდა გაეკეთებინა, აბა კარგი ხალი იყო და არ გაეკეთებინა. და ყველაზე დიდი უტიფრობა რა არის, იცი რომ გამოდის იმ ადგილიდან და შეზღუდვის თავისუფლებაზე ლაპარაკობს საქართველოში. შეზღუდვის თავისუფლებაზე და 50 ადამიანს გადაკეტილი აქვს თბილისის ცენტრალური მაგისტრალი და მათ ინტერესებს იცავს პოლიცია. და ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნება და მსოფლიოს ეუბნება რომ აქ თურმე პრობლემა ყოფილა შეზღუდვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ანუ მეტი სასწაული რა გინდა, მეტი დაცინვა რა გინდა საზოგადოების. თავის ქვეყანაში რას უზავდნენ იცი? ის პოლიცია მაგათ კი არ დაიცავდა, კაცო, ცხვიპის დაამტვრევდნენ იმას. რამდენიც გინდა ფინეთიდან ნებისმიერ ქვეყანაში, ხო? დაამტვრევდნენ ცხვიპის და ისე გაყრიდნენ იქიდან. და ეს ადამიანი ამის გამკეთებელი მთავრობის საგარეო საქმეთა ministri იქ დგას ზუსტად 50 კაცთან და კანონდარღვევით დგას ოღონდ. არა, მაგას თავიდან რა თქმა უნდა, ეხა სადაც საერთაშორისო სამართლის ყველა წესს არღვევს. უშუალოდ იღებს მონაწილეობას დამხობაში. იმ წესებს არღვევს და იმას უფლება არ აქვს, რომ ჩამოსულია საქართველოში რაღაცა ოფიციალური ვიზიტით. რა მნიშვნელობა აქვს ეხა ეუთოს ეგიდით არის თუ როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა ministri. არანაირი მნიშვნელობა. არც მისთვის არ აქვს ისეთი მნიშვნელობა. ანუ ის არის ოფიციალური წარმომადგენელი სახელმწიფოსი, რომელიღაც ორგანიზაციის და მას არ აქვს ამის უფლება და დამთავრდა. მაგრამ ეს უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ დაავალეს. ხო წარმოგიდგენიათ ეხლა ამ ბიუროკრატიის ხელში ისინი რა მდგომარეობაში არიან და ჩვენ რას გვიზავდნენ ჩვენ რომ მათ ანუ რაღაცნაირი ფორმით დავემორჩილებინე. ეს ფინეთი რა უნდა რა? არაფერი არ უნდა. არა, საერთოდ გაგვიდა. ანუ ფინეთი დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს საქართველოსთან. არა, მათ ძალიან კარგად იციან კაცო, რასაც აკეთებენ. შენიათ რუსეთის ხო გასაგებია რომ მე მაგათი ბრალი რატო შევიდნენ ნატოში? მათ უნდათ რომ რუსეთი იყოს სამხრეთში დაკავებული და არა ჩილოს ბალტიისპირელებსაც ეგ მაგათ გასაგების სტრატეგია. ეგ მაგათ კი არ უნდა. ეს არის ევროკავშირის ბიუროკრატიის მთავარი მიზანი და ამოცანა. ისინი ემორჩილებიან ჩვეულებრივად მათ, ანუ რა განკარგულებასაც მიცემენ, იმ განკარგულებას შეასრულებენ. ეტყოდნენ რომ არ ჩახვიდეს საქართველოში და არ ჩამოვიდოდა, ჩავიდოდა მარტო აზერბაიჯანში, ჩავიდოდა მარტო სომხეთში. მთავრობასთან ურთიერთობა მისთვის ნომერ პირველი ამოცანაა, თუნდაც მისთვის მიუღებელი მთავრობისთვის. ანუ ეს ამოცანა არის, ეს არის ვალდებულება. ხო, Amnesty International-ია თუ რა არის, ვერ გავიგე. რა, ვიც აკონტროლებს ვითარებას, იმას ველაპარაკო. მისი ვალდებულება იყო რომ თქვა ხელისუფლებასთან და თუნდაც ოპოზიციურ ჯგუფებთან კი ბატონო, ესაუბრა რომ რაღაცნაირად იმისათვის რომ ქვეყანა ნორმალურად გააგრძელოს ფუნქციონირება, საჭიროა რომ რაღაცა გაერთიანდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დაახლოებით ეს მისია ჰქონდა ის ჩამოსვლას. ის კიდე პირიქით ჩამოვიდა და იქ შეუდგა მიტინგზე და სოფლიოს ეუბნება რომ ეკო რაღაცა ის არისო, რა ქვია, შეზღუდვის თავისუფლება და ეს ხალხი წარმოიდგინე რა რუსთაველი უტიფრობის დონე შორს როჩავს ვიღაცას არაფრის დიდებით არ უნდა გაგვიკვირდეს. იმიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს რომ აგერ არის ხედავთ რას რომ ევრობიუროკრატია ჩვენ გვეუბნება რომ უნდა დასანქცირდეს ხელისუფლების წარმომადგენლები და მისი ხარდამჭერებით ოჯახის წევრები რის გამო რომ აღკვეთეს 4 ოქტომბერს თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე. წარმოიდგინეთ, ამაზე პირდაპირ ეთერში უყურებთ ამდენი ხალხი და ამაზე გვეუბნებიან ბიუროკრატები, რომ ეს იყო მშვიდობიანი მომიტინგეების რაღაცა ისეთი ყვავილებით ხელში იდგნენ და მიტინგს ატარებდნენ და ხელისუფლებამ პროვოკაცია მოახდინა, აიყვანა ეს ხალხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ღობეები გადაუჭრათ რა. ანუ ამითი რას გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა რომ საქართველოში იყოს ისე როგორც ჩვენ გვინდა, როგორც ჩვენ გაგვიხარდება. თქვენ არავინ არ ახართ, არაფერს არ წარმოადგენთ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ხო არ არსებობს.